ლიგის ცხელი ხაზი გისმენთ? გამარჯობა. მიკელ არტეტა ვარ და ჩემპიონთა ლიგაზე ვეთამაშებით რეალს. ხო არ გეჩინია. ნუ გეჩინია. ლიგის ცხელი ხაზი გისმენთ? გამარჯობა, ვინისიუსი ვარ. რეალში გატანილი გოლებით მართლა გაუთანაბრდი რონალდო ფენომენოს? გაუთანაბრდი კი არა, თავანი მოიყვი ბიჭო. ლიგის ცხელი ხაზი გისმენთ? Simone Inzaghi, ბინადრობს ქალაქი მილანინი, უხوارს და ცვითი ტაქტიკინი. არ მინდა ამდენი ტლიკინი, ახლა ბაიერნს ეთამაშებით და თუ გახვედით ბარსას ბატონო. აბა მაშინ, ჩაო ბამბინი. ლიგის ცხელი ხაზი გისმენთ? გამარჯობა, ჰარი კეინი ვარ. გადასაფხი ლატარია ვიყიდე და ტელევიზორი წავაგე. ხო და მაინტერესებს პრიზის მისატანად სად უნდა მივიდე? დარჩით ხაზზე უტიტულო ფეხბურთელების დეპარტამენტთან გადაგრთავთ ბატონო. ლიგის ცხელი ხაზი გისმენთ? გამარჯობა. ლამინე იამალი ვარ 17 წლის და მაინტერესებს ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ შემიძლია მშობლების ნებართვის გარეშე. დიახ, შეგიძლია. კიო, მა. ლიგის ცხელი ხაზი გისმენთ? გამარჯობა, უსმან დემბელე ვარ. ვერ გიცანით ბატონო. ამ სეზონში თქვენ კი არა მეც ვერ ვცნობ ჩემ თავს. გისმენთ ბატონო. ლუის ენრიკე იძახის ტრებლი უნდა მოვიგოთო და რას ნიშნავს ტრებლი? საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოთ ბატონო. ლიგა 1 მოვიგეთ. ჩემპიონთა ლიგასაც მოვიგებთ. აუ, კაი რა, საფრანგეთის თასიც. გისმენთ დონ ფლორენტინო? ერთი ყავა შემომიტანე. დიახ, ახლავე. ჩემპიონთა ლიგა მეოთხედფინალებით გვიბრუნდება. ახალი ფორმატის მეოთხედფინალებში მხოლოდ ტოპ 5 ლიგის გუნდები, 2 ესპანური, 2 გერმანული, 2 ინგლისური, 1 იტალიური და 1 ფრანგული გუნდი ითამაშებს. სხვა ლიგის გუნდებისთვის კი არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ბუღალტერია შეეტენათ. ლონდონში არსენალი რეალს უმასპინძლეს. მატჩამდე არსენალის მთავარ მოწმენელმა არტეტამ პრესასთან ისაუბრა და ასეთი რამ თქვა: თუ გვინდა რეალი დავამარცხოთ, მათზე უკეთესები უნდა ვიყოთ. რაზე ჟურნალისტმა უპასუხა: ხანდახან ლიგაზე ეგ რეალის წინააღმდეგ საკმარისი არ არის. მოკლედ შეიძლება ითქვას, ჟურნალისტმა არტეტას ოცნებებში ჩაუსხარძე. სუდი მატჩი ჰქონდა ვინისიუს ჟუნიორს ვალენსიასთან, არც ერთი წარმატებული დრიბლინგი, 1 პენალტი გააფუჭა და 1 თავანი გააკატავა. შოფერ ჰოფერთან ერთად გაგაცნობთ გუნდების სტატისტიკას. არსენალი და რეალი ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. ერთხელ არსენალმა მოიგო, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში არსენალი თამაშის საშუალოდ 6-ჯერ უტყამს კარში, რეალი კი 6 კუთხურს აწვდის. არსენალი თამაშის საშუალოდ 10 ჯერ ჯარიმდება, რეალი კი 2 ბარათს იღებს. ჩემი პროგნოზია ჯარიმების ნაკლები. 2 მაღალი დონის გუნდი თამაშობს, არც ერთი არ გამოირჩევა უხეშობით და მიუხედავად იმისა, რომ მეოთხედფინალია, ვფიქრობ, რომ არც ეს მატჩი იქნება გამონაკლისი და ველოდები ნაკლებ ჯარიმის. ჩემი პროგნოზია ვინისიუს ჟუნიორი მინიმუმ ერთხელ მაინც დაარტყავს არსენალის კარში. მართალია ვალენსიასთან ვინის ცუდი თამაში ჰქონდა, თუმცა გოლი მაინც შეაგდო და ვფიქრობ, არსენალთან ჩემპიონთა ლიგაზე ის მოტივირებული გამოვა, არსენალის კარში მინიმუმ ერთხელ მაინც გაისვრის და იმ 50 ევროსაც ჩააბარებს მამაკაცს.